დღეს საქართველოს კიდევ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს უნდა ვესტუმრო. აბუდელაურის ტბებზე მივდივართ. უნდა შემოვიაროთ, დავათვალიეროთ და კარგი თავგადასავალი გველოდება წინ. მარტო არ მივდივარ, ჩემს მაგას უნდა გავუვარო ეხლა. სოკარზე ჩავასხოთ საწვავს და გავუყვებით გზას. მე ჯუთადან ვარ დამყოფი, მაგრამ ეხლა როგორც მითხრა, სხვა გზიდან უნდა წავიდეთ და ძალიან მაინტერესებს იქით როგორი გზა იქნება. ასე რომ წავედით. ალბათ ეხა გაინტერესებს რატო დავგორავ აქ. რადგან როდესაც დილით შედარებით ადრე გავდივარ ხოლმე სახლიდან, ვცდილობ რომ გამოვიყვანო სადარბაზოდან მოტოციკლეტი და იქით დავქოქო, რადგან ფანჯრებთან დაქოქვა არ მიყვარს. არ მინდა რომ დილით ვინმე გავაღვიძო ჩემი ხმაურიანი მოტოციკლეტით. სალამი მეგობარო, მაგრამ ყურადღებით თორე ისე ჩაგიჭრა მაგ მანქანა. ვერ აგიხსენებთ როგორი კმაყოფილი ვარ ჩემი ამ გადაწყვეტილებით, რომ გადავწყვიტე საქართველო კარგად შემოვიარო და დავათვალიერო. უკვე ორ ადგილას ვიყავი, სადაც აქამდე არ ვიყავი ნამყოფი და პირველად წავედი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი და ძალიან ასიამოვნები დავრჩი. დღეს სადაც მივდივარ აბუდელაურის ტბებზე, მე მგონი ერთხელ ვარ ნამყოფი ერთ ტბაზე დიდი ხნის წინ, მაგრამ კარგად არ მახსოვს და დანარჩენ ორ ტბასაც სიამოვნებით ნახავ, კარგად დავათვალიერებ მოკლედ. გმაში მოგვს რომ შემოვიარო საქართველო და კარგად დავათვალიერო ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს და ძალიან კარგი იქნება თუ ვიმოგზაურებთ, დავათვალიერებთ, შევისწავლეთ ჩვენს ქვეყანას და მე უფრო მეტად დავაფასებთ. ამ ყველაფერს გაგიზიარებთ ჩემ ემოციებს თუ რა მომეწონება, რას ვნახავ და მაგ ვიდეოებიდან გამომდინარე მე რისი სურვილიც გექნებათ, თქვენ შეგიძლიათ წავხვიდეთ და ნახოთ ეს ყველაფერი. მივესალმოთ ჩვენს ტურისტებს, არ ვიცი ვერ დავინახე რომელი ქვეყნიდან არიან ჩამოსულები, მე მგონი თურქეთიდან. ქალაქიდან გასვლამდე რას ვაკეთებთ? სოკარზე შემოვიარე, ეხლა ავზს გავავსებ და შემდეგ შვიდად წავალთ. გამარჯობა. დავასკანერებ, გავავსოთ და ბარათით გადავიხდი. პრემიუმი. საწოვი ჩავასხით და ეხლა შევიაროთ ვეიმარტში. შევიძინოთ გზისთვის რაღაც რუღაცები, როგორც ვიღებ ხოლმე და მე უკვე მშვიდად წყნარად გავაგრძელებთ გზას. წავედით. შევიძინოთ სენდვიჩები და ენერგეტიკულები. წყალს კი ბოლოს შემხოთ სოფელში ვიყიდით, რადგან გზაში არ გათბესტქო და გაუყევით გზას როშკასკენ. ხო მართლა ეს ბექაა, ჩემს მაგაცი. ვისი იდეაც იყო ამ ტბების მონახულება. მიუყვებოდით ამ გზებს და ჟინვალის წყალსაცავის ხედებით ვტკბებოდით. ამ დროს ვერც კი წარმოვიდგენით წინ როგორი გზები გველოდა. რაც უფრო შორს მივდიოდით, გზა მით უფრო და უფრო უარესდებოდა. და როგორც იქნა საბოლოოდ მივადგეთ პარკინგის ადგილს. მოტოციკლეტები დავტოვეთ, აი აქ რა გზაზე ვიარეთ, მაგას კი ნახავდით აქამდე. და ეხლა ფეხით უნდა ვიაროთ, რავი, საათზე მეტი ალბათ რა, რომ ეს ტბები ვნახოთ. და ყველაზე ცუდი რა არის ამ ყველაფერში, იცით რომ წყალი არ წამოგვიღია. რატომაც მეგონა რომ იქ რო ავიდოდით, სადმე წყალს ვიყიდით, აქ უბრალოდ. იმიტომ რომ ამ გზით პირველად ვარ, ჯუთაზე ვიყავი და იქიდან გადავედი ერთხელ ფეხითო და იქ კი ღირს 8 ლარი მე მგონი ერთი ბოთლი წყალი, მაგრამ არის. და მეთქი ხაც ვავალთ, ცივ წყალს ვიყიდი, ჩანთაში ჩავილაგებ და გავაგრძელებ გზას თქო. მაგრამ წყალი არ გვაქვს. და როგორ შევძლებთ, ძალიან მაინტერესებს აი ამ სიცხეში ჩანთებით, ჩაფხუტებით, ესე უნდა ვიაროთ და
რომ მოგწურდება რა უნდა ვქნათ არ ვიცი. აი ესეთი გზებია. ჩაფხუტების ადავმალოთ. არ ვიცი, ჩაფხუტის ადავმალოთ კი არა, წყალზე რა ვქნათ ეგ არ ვიცი. აი რედმის მაგალები. ალამაზია ეს ჩვენი დალოცვილი ქვეყანა რა. სასწაული ადგილები გვაქვს. რო უყურებ და რომ უნდა დატკბე ამის ყურებით, აი ესეთი ადგილები გვაქვს. ეხა წინ ისეთ სილამაზეა, ეხა უზარმაზარი მთები დათოვლილი. მთის წვერი რო არ ჩანს, იმიტომ რომ ღრუბელი ეფარება, რომ პრინციპში რას ვლაპარაკობ, მეც დაგანახეთ. აი შეხედეთ, უბრალოდ არ ვიცი, ეხა კამერაში რამდენად აღიქვამთ ამ ყველაფერს, მაგრამ მინდა რომ აი აქ წამოვწვესად ვუყურო ცოტა ხანი და ესე დავტკბე ამ ყველაფრით. და წინ ლამაზი ტბები გველოდება. მაგრამ მომწყურდა და აი ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან რო წყურია, ძალიან რო ცხელა და ეს წყალი რო მორაკრაკებს და რო ვერსო. საშინელი შეგრძნება ყოფილა. და ჯერ ალბათ 15-20% გვაქვს გავლილი. არ ვიცი, რა მეშველება, არ ვიცი. წყალი. გზის დაახლოებით ნახევარი გავიარეთ ჯერ. და აი ამან ცოტა შემაშინა. ნახეთ როგორი შავი ღრუბელია და იმედი არ გაწვიმდება, თორე ხო ნახეთ რა გზები ამოვიარეთ. იმ გზის უკან ჩასვლა თან სველ გზაზე იქნება რავი საშინელება. მაგრამ ცოტა მშვიდად ვარ, იმიტომ რომ აქეთ ძალიან მოწმენდილიცაა და აი შავი ღრუბელი საით წავა, ეგაა მთავარი. ახლა გავჩერდით ცოტა ხანი რომ დავისვენოთ და გავაგზავნოთ მე გზას. აი ხა მოვოდექით აი ამ წყალს. ხა და ფიქრობ რომ ხალხს ზღვის წყალი ეყლაპება, ბინძური წყალი და არაფერი მოსდით ახლა. ცოტა ეს რო დავლიო მე მგონი არაფერი დაშავდება. მოვიხსნე ხა ჩანთას, ცოტა წყალს დავლევ და გავუყვებით მე გზას. ძალიან ლამაზი ადგილები კია. აუ, კაია და. აუ, ესე გემრიელა წყალი არ დამილებია მე მგონი. მაგრამ უფრო ცივს ველოდებოდი სხვათა შორის, ცივი არ იყო. და ეხა ბექამ პირდება ზემოთ რო ალბათ მაგარ ცივ წყალს დაგალევინებო და ვნახოთ იქ რა იქნება. წავედით. მეორე სუნთქვა გამიხსნა ეხა ნახეთ. აი იქიდან აი ესე მოვუყვებით ფეხით და მოვიდით აი ესეთ ლამაზ ადგილას. აქ სადაც ლურჯი ტბაა, ეხა ბექამ მიხსნეს, მაგრამ ჯერ თეთრ ტბაზე ავდივართ და იქიდან ჩამოვთ მე მანდ. ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ კიდე. ანუ ამ აღმართზე რო ვიარეთ, ჩვენ ხო ძლივს ვსუნთქავთ რა. და ეს არანორმალურია, ნახე, თან ეწევა გზაში. წავედით. ადე. წავედით. ვარ ძალიან ლამაზი. მე არ გასმით ხალხი ესე იგი. აუ ეხა ერთ ბოთლად ცივ წყალში თირკმელს გავუცვლით. ყოჩაღ ბავშვებო თქვენ რა გამოხედით. ბექა ჩაფხუტები და ჩანთებით მიდის და აწუწუნდა ცოტა. ბავშვი რა, სიგარეტზე გარეთყოლა და აი უფრო ვეიფსერენი აიწევია. ე შენ რო ეწევი ვინ გაძალებს? რატო ეწევი? არ მოწევ ბიოი კლავს. This bio. მაგრამ ისეთ სილამაზეა წინ რომ ნამდვილად ღირს ესე დაღლა. დაღლას ვინ ჩივის? წყალი დატოვა ბექა, მაგის ბრალია. წყალი რო არ გვაქვს გაცვდე. ბაუ როგორ ხარ? ახეთ ბავშვები როგორ მოდიან იქიდან მალად იცამათ.
წეღან ბექა ყვებოდა Game of Thrones-ის რაღაც ნაწილი, რომ აქ გადაიღოთ რა მაგარი იქნებოდა და წარმოიდგინეთ ახლა აი ამ თევზზე რომ დრაკონი დამჯდარიყო. თევზს რომ მოიქნევდა და ნიცლი რომ გაიფანტებოდა, როგორი კადრი იქნებოდა. და მერე ჯონ სნოუს და დეინერისის კადრები რო იქნებოდა, აი აქ 18+. ბილწე აზროვნების ადამიანები. რამდენი ხანი რაღაც მოდივართ? საათი და 10 წუთია გზაში ვართ. ცოტა დაგვრჩა. არ ვიცი ხა გესმით თუ არა, მაგრამ აი ზვავი რო ჩამოწევოდა, ქვები რო იშლება, ეგეთ ხმები არის აქედან და ჩვენამდე მაინც ვერ მოახწევს, მაგრამ ეგ თუ ჩამოწვა რა კადრი იქნება? ქუხილი? ქუხილის ხმაოდა, თუ გაგვიწვიმდა უარესია. წვიმას ისე მირჩევნია, ეს ჩამოიშალოს ცოტათი. ჩვენ ხომ აისურებით მოვდივართ და ძალიან გვცხელა. და აქ რა ხდება, უბრალოდ შეხედეთ. თოვლი. ეს ზაფხულში თუ ამ ხმას გავიგებდი რას წარმოვიდგენთ. ხო გეუბნებით, ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს თქო. ახლა ეს სუფთა თოვლი იყოს და ესეთი ბინზური არ იყოს, წამოუწევოდი. დავწევოდი ჯერ და რაღაც რაოდენობა თოლს შევჭამდი, ისე მწყურია. ვაი. უკვე ისე აცივდა, რომ ქურთუკი მოვიცვი რა და აბექა მოვ ცოტა გადარჩა და მივედით. აი ესე აქ ვართ ახლა და რავი სად არის? ნახოთ. ძალამაზე ადგილი კი არის აქ, მაგრამ ტბა სად არის? ველოდებოდი რომ აქ ახლა იქნებოდა უკვე. წავედით. როგორც მითხრა, ამ ქვების იქით არის უკვე ტბა და აი ამ გზასაც ავივით და მივაღწევთ. ნახოთ ერთი რა ტბა არის ეგეთი, რომ აი ამ გზაზე სიარული ღირდა. ნახეთ. ხო არ გადაო. რა ლამაზია. აუ ნამდვილად ღირდა აქ ამას აუ სასწაულია. მოიცადე ისა, თქვენს გაჩვენეთ. წყალი არის როგორ გაყინული, იცი ვერ აგიხსნით, ძალიან ცივია. მე თუ YouTube-ზე ავალ 20,000 subscriber-ზე, აი როგორ აღნიშნავ, იცი აი აქ ამოვალ და ამ ცივ წყალში შევცურო. ჯერ ცოტა დიდი დროა იქამდე, მაგრამ როცა მოვა ეს დრომი აუცილებლად გავაკეთებ მაგ ყველაფერს. მოგშვიდა ამასობაში და ცოტას შევჭამთ. რაც სენდვიჩები წამოვიღეთ და სნეკის აი ესეთი არექსის კარაქი, რომელიც ძალიან კარგია ესეთ დროს მარტივად მიირთმევთ. დავაგემოვნებთ ახლა და საჭმელი კი არის, მაგრამ წყალი არ ვაქვს, წყალი აი გარი ჩემთვის არის, აი ვერ აგიხწერთ როგორი ცუდი ამბავი, ისე მწყურია რომ რავი. ამასობაში ჩემი მიკროფონიც დაჯდა და იმედია ხმა კარგად ისმის. თუ არა და ცოტა ხმამაღლავი ლაპარაკებ. ბექას ქონდა ახლა ესეთ კომბინაცია, სენდვიჩზე სნეკი წაუსვა და ძალიან გემრიელიაო და ნახოთ რა გამოვა.
აი. აქ ფიქრობდი, როგორც კი შევჭამ, რამე საინტერესოს ვიტყვიტქო, მაგრამ ისე ვტკბებოდი ამ სილამაზეების ყურებით, რომ სულ დამავიწყდა თურისი თქმა მომდოდა. არ მართლა ძალიან ლამაზია. ეს არის აბუდელაურის თეთრი ტბა. დაგვრჩა სანახავი კიდევ ორი ტბა, ლურჯი და მწვანე. ეხლა ბევრს ფიქრობდი თუ რატო არის ეს ტბა თეთრი. და თუ იცით აქ წყალი საიდან გროვდება. ის თოვლი დნება და დამდგარი თოვლი ჩადის აქ. ხო და თოვლი ხო თეთრია და წყალიც მაგიტო თეთრია. და გამოვიდა თეთრი ტბა. მე გზაში რაღაც მინარევები დაემატა და გალურჯდა და ქვემოთ ლურჯი ტბა არის და ეხლა წავალ ხაში ლურჯ ტბაზე. ეხლა ნახეთ რა უნდა გაჩვენოთ. ის ავიდა მე მგონი უკვე 20,000 გამომწერზე და შევიდა წყალში აღნიშნა. როგორც წყალში ხა ჩასვლა. წეღან საუბრობდნენ და აშკარად გერმანელია. ნუ გერმანიიდან რო ჩამოდიხარ, აქ უნდა შეხვიდე ესეთ წყალში, აბა რა უნდა ქნა. მე არ წამომიღე არაფერი, თორემ შევიდოდი სიამოვნებით. როლ აქედან მე ეს სუელი მოტოციკლებზე ცოტა რთულია. ჭამეთ, ცოტა დავისვენეთ. დავტკბით ამ სილამაზეებით. ამასობაში გზაში რო ის ბავშვები შეხვდნენ, ეგენიც ამოვიდნენ აქ. იქით უნდა ჩანდნენ ახლა კადრში არ ვიცი, მე გამჩნდებიან. ხო და სნექი რომ ხონდა წამოღებული, ორი წელი დამრჩა და ბავშვებს მივეცი ძალიან მოეწონათ. ადლობა სნექის აქედან. და აი ესეთ ადგილებში როცა მიდიხარ, სადაც ცოტა რთულია საკვების წაღება რა. ძალიან კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ ჯანსაღ ცხიმს და ცილას იღებთ, ენერგიით ივსებით და მარტივად შეგიძლიათ მერე გააგრძელოთ გზა. მადლობა სნექის. ეხლა ჩვენ წავალთ ნელ-ნელა უკვე ლურჯი ტბისკენ. მაგრამ გზაში მედია რაღაც შემხვდება რომ წყალი დავლიოთ, თორე ცუდად ვარ. წყურია რაღაც ასწავლობ. აი როგორ გზას მიუყვებით, ეხლა ნახეთ. აი, აქ უნდა ჩავიდეთ ეხლა. ისა. აი ამ გზაზე. მიდი ბექა მოყვები. მე ჩავირბენ ახლა მან აქ. წავედი, ტყუილად გავარაქ. აი ეს მონაკვეთია კიდე ცოტა რთული და მე უკვე მარტივია. ამასობაში გამოიწერეთ არხი მეგობრებო. დეჰიდრატაცია დამეწყო. აი ერთ ბოთლ წყალში, აღონთ ცივში, აი ძალიან ცივ წყალში. ერავე რასაძინეთ იმას გაგიცვლით. არ დაუღლილო, უბრალოდ აი როგორ გამოვიფიტე, იცი უწყლოდ აი ძა მოლანდებები დამეწყო, მეჩვენება რომ ხელში მიჭირავს ცივი ბოთლით წყალი და იმის დალევა მინდა და მაგრამ არ არის წყალი. და ეგ ყველაფერი აი ვაშ ბატონის დამსახურება. აქ ვინც წამოხვალთ გაითვალისწინეთ მეგობრებო, რომ თერმოსით ცივი წყალი წამოიღეთ ბევრი. იმიტომ რომ როდესაც დადიხარ იღლები, წყალი აუცილებლად გჭირდებათ. იმას რა ენაღვლება, ნერწყვს ჩაყლაპავს და მორჩა მეტი წყლის დამლევი ეგ არ არის და. მე ძალიან ბევრი წყალი მინდა. ასე რომ ეხა იმ წუმპერო შემხდეს იმასაც დავლევ. აი ტალახიანი თაული როა ფიქრობ გავადნობ და მაგას დავლევ ხა. წავედი.
მოგეთ ეს ლურჯი ტბა რო გვენახა, ის გზა ჩამოვიარეთ ეხ. ზემოთ ხედავთ ალბათ რა გზები ვიარეთ. რა გზებზე ვიარეთ უბრალოდ და ღირდა ამათ ეს ლურჯი ტბა რა არის ესეთი, მივიდეთ ნახოთ. მე მგონი ცოტა დარჩა. მაგით რა ლამაზია ყველაფერი. ანუ ტბა სულ არ იყოს ტბა ბექა ირგული ისეთი ლამაზია ეს მთები და ეს თოვლი და რაღაც. უკვე ღირს ჩემი აზრით აქ სიარული და ტბაც ვნახოთ. დარწმუნებული ხარ ვიცი სად არის ტბა? ბიჭო, აქ იყო შეიძლება. აქ იყო ტბა მეგობრებო და აი იქ არის, ამის შემდეგში არის. ხო, ბაზარი არა. ცრუგანგაში იყო, წავედით. არწივი როგორ ხმას გამოსცემს დაუძახე და თუ გაქვს ახლა ესე იგი არწივია. ან არწივი ან ქოლია. აი ესეთ ადგილებში ერთადერთი ცუდი ის არის რომ მობილური არ იჭერს საერთოდ რაღაც რო დაგჭირდეთ ვერც დარეკავთ ვერც ინტერნეტში მოძებნით ვერავის. ამასობაში ძალიან დავიღალე და გადავხედო ერთი წირა ხდება. წყალი არ არის ნეტა წყალი. ვაუ გამოჩნდა ხო არ გადაო როგორც იქნა. ეს რა ლამაზია. ნაუ თვალით ძალიან ლამაზია და არ ვიცი ხა კამერაში რამდენად კარგად შეს, მაგრამ აუ ეს მართლა ძალიან კაი რამეა. ერთს უნდა ხა მივიდე. დავისვენე უკვე, სულ აღარ ვარ დაღლი, წავედი. мотивация მომეცა მაგარი ხარ რომ დავინახე. არც ეგ არის მე, ვა. აუჩი. წყალი. ვახლოვდებით უკვე. ეს ჩვენი მეორე ლოკაცია და დაგვრჩება კიდე ერთი ტბა სანახო. ხოზე? ეხა რა სილამაზე უნდა გაჩვენოთ მეგობრებო. ერთი წუთი ჩავიდე ჯერ. აი ესე. ერთი წამით და ეხლა ძალიან ლამაზია. აი უკან ესეთი მთები და თოვლი. მიყვარს ჩემი ქვეყანა რა. როგორი კამკამა წყალია. დაბლა ჩანს ყველაფერი. ყველა ქვა, ყველა კენჭი. და როგორი ლურჯი შეფერილობა აქვს ნახეთ. აუ რა სილამაზე ამას შეხედეთ. და ეხლა აი აქ წარმოიდგინეთ თავით შახტომა რა მაგარი იქნებოდა. ძალიან დიდი სიამოვნებით შახტებოდი, გამოსასვლელი რომ მქონდეს წამოღებული. ვარა ძალიან კაია მართლა. ცოტა ხანი ჩამოვჭდე. ძალიან ლამაზია, ნამდვილად ღირდა იმ დაღლად რაც გავიარეთ. რთული გზაა, ვაღიარებ. მით უმეტეს როდესაც ჩანთა და ჩაფხუტი და რაც ქურთუკი მოგაქვს, მაგრამ ღირს ნამდვილად რა ზოგჯერ უნდა გამოხვიდეთ კომფორტი ზონიდან და ჩვენი ქვეყნის ესეთ სილამაზეები უნდა დავათვალიეროთ. ოღონდ წყალი მინდა საშინლად. ძალიან ცუდად ვარ. ტიპები გერმანიიდან არიან ჩამოსულები და ყველა გაიხადა და ჩახტა ეგრევე ამ ტბაში რა. ეს ჩადინი. ჩვენ ვისხდეთ ესე და უყურე. აი რომ ცოდნა და წამოვიღებდი მეცად ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავიდეთ.
ხმიდან გამომდინარე მიხვდებოდით როგორი ტემპერატურის წყალია. წყურია, ზუსტად ვარ ბიჭო. წავედით რა. წავედით. სანამ წყალი დამალევინე, თორე დავიბრიდე. წავედით მესამე ლოკაციაზე. დაგვჭა მწვანე ტბას ანახავი. აუ სიმართლე რო გითხრათ, აღარც ტბა მინდა, აღარაფერი. ერთი ბოთლი ცივი წყალი დამალევინეთ და საერთოდ აღარ მინდა ტბის ნახვა. არა, ლურჯი ტბა მართლა ძალიან ლამაზი იყო, აი ჩანს კიდევ კადრში და ძალიან მომეწონა. გადავხედოთ კიდევ ერთხელ. ესაც გზა ბილიკი, რომელსაც მივუყვებით. ძალიან მალე მოვედით მწვანე ტბაზე. ლურჯი ტბიდან გამოვედით თუ არა ეგრევე. მაგრამ რაც ვნახეთ ის თეთრი და ლურჯი ტბა, იმათ ფონზე ეს დიდი ვერაფერია, მაგრამ გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება მწვანე ტბა. მაგრამ აი ყველაზე მეტად და გამიხარდა აი იმ რაღაცის დანახვა იქ რო ჩამოედინება. ეხლა მივალ და დავეწაფები. ძალიან დიდი წრის დარტყმა მიწევს იქამდე რომ მივიდე, მაგრამ რას ვცავთ, ძალიან წყურია და უნდა წავიდე. ნახეთ რა ლამაზია, მეგობრებო, ამას შეხედეთ. აი მედია გემრიელი და ცივი იქნება, ძალიან წყურია. ძალიან კაი ადგილებია მართლა. წავედი წყალი დავლივ. აუ, რა გემრიელი წყალი იყო და რა ცივი ვერ აგიხსნით. ოპა. ცოტათი წავიქეცი, მაგრამ აუ, ძალიან კაი იყო. ძალიან ცივი და ძალიან გემრიელი იყო. რავი, ალბათ 1 ლიტრი წყალი დავლე, შეიძლება მეტის. ეხლა ჭყაპაჭყუპით კი ვივლი, მაგრამ ძალიან კაი იყო. ძლივს თვალებში გამოვიხედე. ხო და ამ ტბებზე მინდა 1-2 სიტყვით გითხრათ. რა მაგარი ადგილი უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ერთ ტერიტორიაზე სულ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე არის ეს სამივე ტბა. და სამი ესეთი განსხვავებული ტბა, განსხვავებული ფერის. და თან ეს არ არის უბრალოდ შეფერილობა რო ქონდეს. არის ძალიან თეთრი, ძალიან ლურჯი და ძალიან მწვანე ტბა. სახელებით შესაფერისად რა ფერიც არის ეგეთ ფერი ქვია. მაგრამ ანუ შეხედეთ. როგორი მწვანეა. ბალახის ფერშია, კამერა კიდე კარგად ვერ აღიქონს, ეხლა პირდაპირაც ხო უყურებ და კამერასაც ხო უყურებ და კამერაში კიდე ცოტა მოლურჯო ჩანს, მაგრამ ლაივში დამიჯერეთ, რომ აი ეს გადასვლა ბალახებიდან ზუსტად ერთ ფერში გადადის. ნუ ეხლა ლურჯი ტბა ნახეთ როგორი ლურჯი იყო და თეთრიც როგორი გამორჩეული, განსხვავებული თეთრი ფერის იყო. ძალიან ლამაზია და ძალიან მაგარია მართლა აქაურობა. თან წყალი დავლე და ყველაფერი კარგადაა. წავედით ეხლა. აი ამ ხრიდან ბევრად უფრო მწვანე და ლამაზი ჩანს დამეთანხმებით ალბათ თქვენს. კაია ძალიან. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და მადლობა აი ამ ადამიანს ჩემწი რომ მიდის ახლა. ტურებს არ გეგმავთ, მაგრამ კლიენტები რო გამოგიგზავნ. ბექას და ძაღლების სიყვარული. აღედ რა ტიპია. პატრონს ჩამორჩა და გაჩერდა ბექასთან. შეხედეთ. თავი რო აგადა. იმან ახი კისე. დავი, წათი. ლაუდები ნობა. მადლობა რომ დამსვარე. პატრონთან აღარ მიდის ზავნა. ანუ, ოვენ გადავიყვანო. ამასობაში ჩამოვიარეთ ეს გზები და უახლოვდებით უკვე პარკინგის ადგილს, სადაც ჩვენი მოტოციკლეტები გველოდება და ადგილზე რომ მივალთ მე იქ 1-2 სიტყვით გეტყვით დღევანდელი დღის შესახებ. მოხვედი კიდე, წავედით.
დამო, არ მაქვს არაფერი რო გაჭამ. წყალი ძლივს უშოვე ჩემთვის შეიძლება უნდა გაჭამ. მარცა, ლამაზი ადგილებია მართლა. ძალიან გამოვაზეც, ჩანდნენ ცხრები რა, აგე იქ არიან. და აქეთ ჩამორჩენილი ერთი ცხვარი, რომელმაც ეხალხანს გააჩინა და პატარა ბეკეკო ყავს. წყემსი კი იყო ცოტა გაბრაზებული. ეხა მაგის დრო იყო რა დროს გაჩენა იყო მისული ყავითო ჯერო და მე გაეჩინაო, მაგრამ რას ვიზავთ, მშობიარობა არის ესეთი ამბავი, რომ ვერ დავგეგმოთ ესე წინასწარ, მით უმეტეს ცხრებში თორე ხა ადამიანებში რაღაცა შეიძლება კიდე დაიგეგმოს. და ახლა დაბადებული ბეკეკაც ვიხილეთ. მე ძალიან რო არ ცხელა და წყალიც რო დავლიე, უკვე კარგად გრძნობ თავს რა, აღარ მიჭირს საერთოდ სიარო. გზა შეგვეშალა, თუ რა ხდება? მოკლე გზა ნახე? წავედით მაშინ ეს. მოვახციეთ, როგორც იქნა. გამოვედით, ვიცადეთ, დაგანახოთ. ბაიკები იქ აყენია და მივალთ ახლა დავსხდებით და გავაგრძელებთ გზას. იმის თქმა მინდოდა რომ ვინც არ ხართ ნამყოფი, რაღაც გირჩევთ რომ წამოხვიდეთ, ძალიან რთულია ზოგადად. გაგიჭირდებათ თუ გამოცდილება არ გაქვთ ბევრ სიარულში. მაგრამ დამიჯერეთ რომ ისიამოვნეთ ამ ყველაფრით, ძალიან ბევრ ლამას კარგ ადგილს ნახავთ. კამერით ვერ აღიქვამთ ამ ყველაფერს, აი თქვენი თვალით უნდა ნახოთ. თუ მოტოციკლეტი არ ყავთ, ეგაც არ არის პრობლემა, აი მანქანებით არიან ამოსულები, აქ აჩერებენ მანქანას და შემდეგ უკვე აქედან ფეხით მიუყვებით და ნახულობთ ამ სილამაზეებს. მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის. არხი გამოიწერეთ, ძალიან გთხოვთ, ჩემთვის დიდი мотиваცია არის და მითხარით კომენტარებში დამიწერეთ ნამყოფი ხართ თუ არა და ეს თვები გაქვთ თუ არა ნანახი და ამ სამი ტბიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. მე სიმართლე გითხრათ ლურჯი ტბა მომეწონა ყველაზე მეტად. მითხარით რომელია თქვენი ფავორიტი ტბა. წავედი მომავალ შეხვედრამდე. ახლა გზაში ხომ მოვდიოდი უკვე რა თბილისისკენ და ნახეთ რა კაცი ვიყო. აგრა გინდა. შენ თუ პატიასანი კაცი ხარ, აგრა გინდა. რთული საცნობი იყო მოტოციკლეტი, მაგრამ შორიდან. ო, მაგრამ როგორ მიცადი? რანაირად დავამუღამე აქ რო ვიყავე. ეს ლადოსთან ერთად დაგემშვიდობებით ამ ვიდეოში მეგობრებო. აბა გამოიწერეთ ხალხო, გამოიწერეთ. მეტი არაფერი არ ჭირდება. პროსტა გამოიწერეთ და დატყვით მე იმ ვიდეოებით, რასაც დებს ხოლმე რა, აი რა მაგაზე მეტი არ შეგიძლიათ არაფერი და არ დიდი რაღაცა შრომა არ ჭირდება რა, დააჭირეთ რა მაგ გამოწერას და всё მორჩება მაგითი რა. ამ არანორმალური კაც ვიდეოებს შაუჯექით პროსტა. მე ვერ გავუქაჩავ. გეო, სათუშ